7 თვის ანასტასია სიცოცხლისთვის იბრძვის. ამ ბრძოლაში ის მამა მიატოვა. ცხოველებიც კი არ იქცევიან ასე. გოგონა ხერხემლის თიაქარით დაიბადა. ოპერაცია გაუკეთდა. ასევე ანასტასიას ორჯერ გაუკეთდა თავის ტვინის შუნტირება. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ბავშვი წელს ქვემოთ პარალიზებულია და არანაირი მგრძნობელობა აქვს. ფეხებს საერთოდ ვერ ამოძრავებს. ანასტასიას სასწრაფოდ ესაჭიროება შესაბამისი მკურნალობის სრული კურსის ჩატარება. ეს კი პატარა თანხებთან არ არის დაკავშირებული. რაქნას მარტო ხელა 24 წლის დედამ, რომელიც წვალებით ზრდის სამცირეწლოვან ბავშვს. ნუ თუ უფულობის გამო უნდა დანებდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანასტასია მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლს იქნება მიჯაჭვური. ეს კი ანასტასიას დაიკო, 4 წლის ქეთია. ღმერთო, როგორი ქვის გული უნდა ჰქონდეს მამას, რომ ასეთი ანგელოზი შვილი მიატოვოს. ქეთი მისის, რომ თავისი პატარა დაიკო ავად არის, ამიტომ გონიერი გოგონა დედიკოს არაფრის ყიდვას არ სთხოვს. ეს კი ანასტასიას ბაბუა დედის მხრიდან 84 წლის რომანია. საბრალო მოხუცი ცალითვალიდან ვერ ხედავს, მაგრამ ცდილობს, რომ მამის მაგივრობა გაუწიოს ბავშვს. უყურებ, გული მიბდება. საშუალება არ მაქვს. რომ წეყვანო სადმე გულან. ბებიერი კაცი ვარ, ბებიერი 84 წელი პატარა არ არის. ჩემი ბავშვობა წავლებას გატარებ, მუშაობას. ასეცა ცხოვრება პროფესიონალურია ბოლოს სიბირეს. ღვთისმიერო ადამიანებო, ნუ თუ დავუშვებთ, რომ უფულობა შეეწიროს ამ ანგელოზი გოგონას ბავშვობა. ანასტასიას ბედი ახლა მხოლოდ თქვენს ხელშია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.